თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი წინა საარჩევნო კამპანიაში დღეს ოფიციალურად ჩაერთო. ივანიშვილის კანდიდატურა მერის პოსტზე სახალხო დემოკრატებმა დაასახელეს. დღეს გაირკვა, რომ ახლად დაფუძნებულ პარტიას სათავეში სწორედ ნიკა ივანიშვილი ჩაუდგება. რა გეგმები აქვს მერობის კანდიდატს და რას აპირებს არჩევის შემთხვევაში ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. დედაქალაქის მერობისთვის ბრძოლა ნიკა ივანიშვილმა დღეიდან ოფიციალურად დაიწყო. ივანიშვილის კანდიდატურა ადგილობრივ არჩევნებში პარტიას სახალხო დემოკრატებმა წარადგინეს. პარტიას, რომელიც დღეს სასტუმროში რატომ მეტეხი პალაში დაფუძნდა, კოლეგების გადაწყვეტილებით ნიკა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. მერობის კანდიდატმა პარტიის პრეზენტაციაზე იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. ივანიშვილი მთავარ კონკურენტად სახელმწიფო კანდიდატს გიგი უგულავას ასახელებს. ისეთი ქალაქის მერი, სადაც რაღაც შეეროს აღშერების რატომ შემიძლია. ის ისეთი ქალაქის მერობა მინდა, სადაც გაგახავეთ მერესეობას რაღაც 100,000 საქმის დასაკეთებლად, მაგრამ თქვენ არ დაგიხსენებთ. მე არ ვიძლევი იმ ქალაქის მერია და ბავშვს კიდევ ერთხელ ვიმართო, სადაც ადამიანებს მათი პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაიჭერეთ და ციხეში გამოკეტა. თავარ კონკურენტად მივიჩნევ ბატონ გიგი უგულავას. იმიტომ რომ ეს ადამიანი არასწორად იყენებს თელ თავის რესურსებს რა. დიდი ხნის წინ არის დაწყებული მისი საარჩევნო კამპანია. ძალიან დიდი ხნის წინ. სრულების შემდეგ საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები წარადგინა. სახალხო დემოკრატების სახელით ადგილობრივ არჩევნებში მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, დავით ჭელიძე, სალომე ხაბალაშვილი, ანზორ ბაბუხაძე, ლალი მშვიდობაძე, ოთარ მანეჟაშვილი და ლევან კალანდაძე იბრძოლებენ. რომელიც ნათლად ასახავს იმის შიგიდან გამოყვანის სენის რაშიც ჩვენი გამარჯვება ჩვენი პარტიის ყველაზე მძლავრი იარაღია გულწრფელობა და სიმართლე და ვფიქრობ რომ ეს აუცილებლად შედეგს მოიტანს. მე ვთვლი რომ ჩემი გადაწყვეტილება არის სწორი. კაცმა უნდა დაინახო ის სიკეთეები რაც კეთდება, მაგრამ უნდა ეცადო რომ უფრო მეტი გაკეთდეს და უფრო უკეთესი ფორმით. ამაში ჩვენ მგონი ხელს არავის არ შეუშვით და თუ სამშობლო გვიყვარს და თუ საქართველო გვიყვარს, დავიწყოთ ჩვენი თბილისიდან. პირველი ამოცანა ეს არის. პარტია სახალხო დემოკრატების პრეზენტაციას დღეს სტუმრის სტატუსით რეზი არველაძე, გიორგი ისაკაძე, ნიკა ტაბატაძე, ნანული სარაჯიშვილი, ლევან ყუბანეიშვილი და სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ, რომლებიც პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას არ გეგმავენ. ჩემი კლასელია, ჩემი ბავშვობის მეგობარია, ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩემი ნათლი მირონი. კიდე შეიძლება? სტუმრის სტატუსით. ნიკა ივანიშვილი არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, დიდი ხნის მეგობარი, ბავშვობის არა. კამპანია პრეზენტაციაზე და სიამოვნებით მოდი. პარტიაში აწევია. არა, პარტია პოლიტიკური სტატუსით არა ვარ. მე ვთვლი რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და შესაბამისად ნიკას გეგმები არის და მისი ასე ვთქვათ თანამოაზრეები საკმაოდ შორსმიმავალი და მგონია რომ რაც მოусმინე დღეს პრეზენტაციაზე ეს არის დასაწყისი, რასაც ადგილობრივი არჩევნები ჰქვია და სახალხო დემოკრატები არ არიან შექმნილი მხოლოდ ამ ადგილობრივი არჩევნებისთვის. გეგმები შორსმიმავალია და მინდა ყველას წარმატება უსურვო, ვინც ამ მოძრაობაშია ჩართული. არ თქვენ თავშობილ გამარტეს და რა ფორმით მე მხარდამჭერი ამ შემთხვევაში, მხარდამჭერი კონკრეტული პიროვნების და იმ ადამიანების, ვინც აქ არიან თავმოყრილები. ნიკა ივანიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში პირველად 2006 წელს მონაწილეობდა, სადაც ის მთაწმინდის რაიონში მრეწველების სიით წარსდგა, თუმცა ვერ გაიმარჯვა. მანამდე კი ივანიშვილი 90-იანი წლების ბოლოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის დროს საგზაო პოლიციის ხელმძღვანელი იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატად ივანიშვილმა საკუთარი კანდიდატურა გასული წლის დეკემბერში დაასახელა.